ვიდრე ევროპული საბჭო დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესებაზე მუშაობს, იქამდე საინტერესოა, ვის ან როგორ შეეხება ეს შეზღუდვა. დიპლომატიური პასპორტებით სარგებლობენ როგორც თავად დიპლომატები, ასევე კანონმდებლები და მაღალი თანამდებობის პირები. მათ შორის, როგორც მთავრობის 2015 წელს მიღებული დადგენილებიდან მკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და მათ მეუღლეებს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტით სარგებლობის უფლება უნარჩუნდებათ სამუდამოდ. უვიზო მიმოსვლის შეჩერება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ავტომატურად არნიშნავს იმას, რომ ვერც ერთი მათგანი ევროპაში ვეღარ იმოგზაურებს. ადამიანებს, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ პასპორტებს, ასევე აქვთ არადიპლომატიური პასპორტები. შესაბამისად, მათ შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ ევროპის ქვეყნებში. თუმცა, ვიდრე ევროკომისია გადაწყვეტს მაღალი თანამდებობის პირებს ევროკავშირში მოგზაურობისთვის ვიზების აღება დასჭირდებათ, თუ საზღვრის გადაკვეთას სამოქალაქო პასპორტით შეძლებენ, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება სიმბოლური ჟესტია და პრაქტიკული დატვირთვა არ აქვს. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ არავითარი რეალური პრივილეგიების გაუქმება ამით არ ხდება. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ეს არის პოლიტიკური ჟესტი და მორიგი ანტიქართული გადაწყვეტილება. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯი, ეს არის ღიად ანტიქართული გადაწყვეტილება, რაც არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ასეთი ანტიქართული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული ევროპული ინსტიტუტების მხრიდან. ეს არის ძალიან მძიმე პროცესი, რაც წარიმართება შესაბამის სივრცეში, შესაბამის ქვეყნებში. ეს ანგრევს, რა თქმა უნდა, სამართლებრივ სისტემებს და იმედი მაქვს აქაც, რომ მომავალი წლიდან ვითარება რადიკალურად შეიცვლება. არაფერი კავშირი არ აქვს ასეთ გადაწყვეტილებებს ევროპულ ღირებულებებთან და ევროპულ სამართლებრივ პრინციპებთან. დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზო რეჟიმის შეზღუდვა, რომ სიმბოლურ ხასიათს ატარებს, ამას ოპოზიციაშიც აღიარებენ. მაგალითად, გიორგი გახარია ამბობს, რომ ეს არის ევროკავშირის მხრიდან აღშფოთების სიმბოლური ფორმა. ოპოზიციის ნაწილს კი, როგორც ირკვევა, ევროპული საბჭოს მხრიდან უფრო მკაცრი გადაწყვეტილებების მოლოდინი ჰქონდათ, თუმცა იმედს არ კარგავენ და ელოდებიან, რომ ევროგაერთიანება უახლოეს მომავალში დამატებით ზომებს მიიღებს. დიპლომატიური ვიზების დასანქცირება აღშფოთების რაღაც სიმბოლური პოლიტიკური ფორმა, რაც საკმარისი ნამდვილად არ არის. ამიტომ კიდევ ერთხელ მოუწოდებ ევროპული ქვეყნების ლიდერებს, რომ აღშფოთების დრო უკვე აღარ არის. დამთავრდა აღშფოთების დრო, კონკრეტული ნაბიჯები გჭირდება. თუ რაიმეს თავი აქვთ, მაშინ ინდივიდუალური პერსონალური სანქციები უნდა დაუწესონ კონკრეტულ ადამიანებს. ჩვენ ნახავთ, რომ არანაირი სიმბოლური მნიშვნელობა ამას არ აქვს. დიპლომატიური პასპორტის უკან დგას კონკრეტული სახელი და გვარები და კონკრეტული სახელი და გვარი ერთჩვეულებრივი პასპორტით ნახავთ, რომ შეექმნება გადაადგილებაზე პრობლემა. სახელისუფლებო გუნდში სიმბოლურ სანქციებს ოპოზიციისთვის გადადგმულ დახმარების ჟესტად აფასებენ და ამბობენ, რომ დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზო რეჟიმის შეზღუდვას მეტი დატვირთვა და დანიშნულება არ აქვს. თუ მოწვევა იქნა ევროპის რომელიმე ქვეყნიდან, თუ იქნა მოწვევა პირველი, ამ შემთხვევაში მოწვევას ბუნებრივია ვიზაში, პასპორტში ვიზას მოაყოლებენ, ხო? მიგვიწვევენ და აღარ ჩაგვიტყავენ ვიზას დიპლომატიურ პასპორტში? თუ მოწვევა არ იქნა და რაღაცა პირადი ვიზიტი იქნა, მაშინ ჩვეულებრივი პასპორტით წავა. ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი. არც ეს არ არის პრობლემა, ამაზე პრობლემა არ შეუქმნია. აქ პრობლემა არ არის. შეიძლება პატარა დისკომფორტი იყოს და ეს უბრალოდ იყო, როგორც ჩანს, სხვა რომ ვერაფერი ხერ ხდებოდა. ეს იყო ჟესტი, რომ რაღაც მაინც ყოფილიყო გადმოგდებული ქართული აგენტურული ოპოზიციისათვის სალაპარაკოდ. მეტი დატვირთვა და დანიშნულება ამას არ აქვს. არც ერთი ადამიანი, ვის დიპლომატიურ პასპორტს ფლობს, ეს იქნება ოპოზიციიდან თუ ხელისუფლებიდან. არც ერთი ადამიანი რასაკვირველი არ უნდა შეეზღუდოს დიპლომატიური პასპორტის გამოყენების თვალსაზრისით. არც ერთი. იმიტომ რომ ომის დროს არ ეზღუდება დიპლომატების საქმიანობა. ამას დიდი მნიშვნელობა ამ თვალსაზრისით არ აქვს, რა თქმა უნდა, ეს მაინც იყო ანტიქართული და რაც ყველაზე მთავარია ანტიევროპული გადაწყვეტილება. დიპლომატიურ პასპორტებზე შეზღუდვის გადაწყვეტილების შესახებ გუშინ ევროკავშირის საბჭოში საქართველოს ხელისუფლების სანქცირების შესახებ გამართულ დისკუსიაზე იმსჯერეს. თუმცა რას გულისხმობს სანქცია ევროპელ დეპუტატებს, დეტალებზე არ უსაუბრიათ და არც შეზღუდვების შინაარსი განუმარტავთ. გადაწყვეტილება საბოლოოდ ჯერ მიღებული არ არის. ევროკომისიამ ევროპული საბჭოს მიმართვის საფუძველზე ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაჩერებლად დოკუმენტი უნდა მოამზადოს.